ალექსი მწყემსი უბრალო ქართველი მშრომელი ადამიანია. იგი დღე-და-ღამე შრომობდა თავისი ოჯახისთვის, ახლა კი სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდა. როდესაც კაცი მეზობელ სოფელში ნახირს მწყემსავდა, მას უზარმაზარი 1 ტონაზე მეტი ზონის ხარი დაესხა თავს. ბუღამ დამინტრია ნეკნები მეთქი. ლავიწი ზოლი ქონა გატეხილი. ორი ფილტვები და სის ვარ წევდი. რამე დამაინვალდა მეთქი. ვეღარ დავდიო რაფერი. სანამ სხვა ბავშვები თამაშობენ, გიო შეშას ჩეხავს, ძიმე წყლის ბალონებს ეზიდება და მამას ეხმარება როგორც შეუძლია. მამას ჩემს სჭირდება ძალიან ძვირიანი წამლები, რომელსაც ვერ ვყიდულობთ. იმიტომ რომ ფული არ გვაქვს. მე შეიძლება ეხლა უცბად გადამეკეტოს სასუნთქი გზები და ეგრევე ჩამეკეტოს და ჩემო მხედე არავინ არ იქნება. სახლში კედლები სოკოთი და უბითაა დაფარული, რაც სასიკვდილო საშიშია ალექსისთვის, რომელსაც ფილტვები აქვს დასიანებული. ჩვენი სახლი არ გვინდა რომ საკუთარი სახლი გქონდეს. ერთმა კეთილმა ადამიანი დაგვეხმარა და შემოგვიშვა სახლში. თურის მეშინია რო ინვალიდი არ დავრჩე მეთქი. ბოლოს ვაფშე არ გამეთიშოს ფეხები და არაფერი მეთქი. დღე და დღე უკან მივდივარ მეთქი. რო ვაფშე არ ვეღარ შეძლო ბორდიშა გაშოკიც რო ტუალეტში ვერ გავიდე მეთქი მის მეშინია მეთქი. ჩემშვილის ხელი სათავე რო არ გავხდე მეთქი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.